ეს ვიღამ დააგდო თუმე იყო ეგერ მამუკაც მოვიდა აბა როგორ ხარ? არა ბეჭი. მამუკ სად მივდივართ ვისთან ერთად და რა გვინდა ვაფშე ამ ამინჩი ძაღლს რო არ გააგდებენ გარეთ როგორც ვიცი, წელიდან ვაპირებ დორი გადასვლას და თუ არ გაგვიჭირდა, მე წალკისკენ წასვლას. წალკისკენ წასვლები. ვინ დაგვდება მცხეთას შეკრების ადგილზე? ავი ბიჭები არიან, ოტე, რატო. არიან ბიჭები, აბა. მეგობრებო, 1-2 ისეთი გვარი ვიცი, რომლებიც სოფლის გზებზე არ დადიან რა და ზუსტად ისეთ ადგილებში უყვართ ხოლმე ცხვირის შეყოფა, სადაც მანქანას ჯერ არ გაუვლია რა. ხო და საინტერესო გასვლა იქნება ჩემი აზრით. საინტერესო გასვლა იქნება და ზუსტად ამიტომ მე და მამუკამ გადავწყვიტეთ რომ საცალკე მანქანებით არ წავსულიყავით. იმიტომ რომ ორივენი ვიქნებოდით უშტურმანოთ და რთულ ტრეკზე უშტურმანოთ წასვლა სიამოვნების და ადრენალინის დაცვლად ნიშნავს ტანჯვას, წამებას და ვიღაცამ რომ გითხრას აი მაგდოზო მაზოხისტი ხარ მართლაო, მართალი იქნება რა და შეიძლება ისედაც გითხრა არა, ისედაც გვეუბნევიან, მაგრამ აი ჩვენც რო ვთვლით რომ ეგეთ სიტუაციაში მართლა უკვე მაზოხიზმს უდრის მარტო წასვლა შტურმანის გარეშე, თან ისეთი აქტიური შტურმანის გარეშე ნუ ეგრეა და მამუკ დღეს ჩამოვალთ ეგ მართლა არავინ არ იცის და ნახოთ მეგობრებო მე ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესო გასვლა იქნება აქ ეხა თბილისში რომ წვიმს ზუსტად ასეთნაირად სადაც ჩვენ მივდივართ როგორც კი ავწდებით დიდგორის მიდამოებს როგორც კი არა ყოფილა კი 24, 26 და 28 საათიანი, 32 საათიანი გასვლები გქონია საბედნიერო თუ სამწუხაროდ არ ვიცი, ვისთვის საბედნიერო, ვისთვის სამწუხაროდ და დღეს ნახოთ რა იქნება რა. აი ყოველ შემთხვევაში მივდივართ დიდ თოვლში. სულ მალე აი ეს წვიმის წვეთები გადაიქცევა თოვლის ფიფქებით. შემოვედით ძეგლში. ბევრი სასიამოვნო ისტორია მაკავშირებს ძეგლთან ახალგაზრდობაში. მეგობრებო, გველოდებიან როგორ ხარ ბიჭებო? დავიძარით. სამწუხაროდ ორი მანქანა გამოგვაკლდა. არა, მოსახლეობის არა. დაბიჯები. ორივე Nissan Patrol უნდა ყოფილიყო, ორივე swap-ი. ორივე დაახლოებით 40-50 დავიჭი. დავჭი სამი მანქანა. წვიმა გადაიქცა ფიფქებად, როგორც ვივარაუდეთ, მაგრამ უკვე რო გვაცურებს, მაგრამ დადგნე? ჩემო მეგობრებო. ზუკას, შენ მაინც გითხარი, სად რა გვინდა? მივდივართ ადგილს, სადაც ცენზურას ვიცავ. დღეს მივდივართ იქ, სადაც არ მივდივართ. დღეს მივდივართ იქ, სადაც არ უნდა მივდივართ. არ უნდა მივდიოდი, გასაგებია. არ მიგვეშლება, მაგრამ მაინც მივდივართ. პირველი პატროლის ძრავი მითხარი? პირველ პატროლში ეხა ჩაიდგა ახალი ძრავი, სხვათა შორის ძალიან მაგარი ძრავი. 6 და 2 LS-ის ძრავი, სრულიად ახალი. 6 და 2 გამექანიკებული არის და სასწაულებს შვება ეს მანქანა ჯერჯერობით. რაზომა საბურავებზია? 40-ები არის ესენი დაახლოებით 40 ინჩის ტრაქტორები ახალია. 40 ტრაქტორები. ეს ჩვენი დათვაემდის მანქანა. არა, ეხოდი მოვჩეთ ეს მანქანა რა. რა თქმა უნდა, წინა უკანა ბლოკი ექნება 100%-იანი. აბსოლუტურად მომზადებულია ოფროუდისთვის. ასაგები. ჯალამბრის და ასე შემდეგ. ასაგები. გადავიდეთ. ეს მანქანა ყველა მიწის 42-იან მაქსისებზეა 4 და 8 მექანიკა. თავისი ძრავით არის ეს მანქანა, Nissan Patrol-ის ძრავით 4 და 8. წინა უკანა ბლოკი. და მამუკას მანქანა რა თქმა უნდა ყველა მიცის. რუბიკონი ორივე ბლოკით 40-ებზე. ორივე ზავრით. ხო და რა ვიცი ნახოთ რა. ეხა მამუკას აღარ ვკითხავ, ვიცი რომ 0-2-ზე დაუშვებ, ხო მამუ? 0-3-ზე დაუშვი. 0-3. რამდენზე უშვებ მეგობარო?
12 წუთი არის. აი მე გადავიან და ის 12 წუთი არის. ახლა წუთი არის. საბურავის ჰაერი მეორე არის შიგნით და სპეციალური კამერა. მოგესალმებით. როგორ ახალ? არა მიშავს თავად. რამდენზე დაუშვით საბურავები? ერთებზე მე შეიძლება ასფალტი იყოს, იქ და ვარ დაუბრუნდი. ერთებზე. შვენიერი გაზაფხულის ამინდია რა სიტყვი? აა ესე იგი მამუკ დათო აემჯი თქვა რომ საღამოს 6 საათზე უეჭველი უნდა ვიყოთ ალოწყურზეო რა აი პირდაპირ შემიძლია ვთქვა მე ასეთი ოპტიმისტი კაცი იშვიათად თუ შემხვედრია სათქმია ასფალტი დაპირებს ასვლას. არ ვიცი არა ასფალტი დაარაპირებს და მაგითო ვიძახი რომ ოპტიმიზმის ძალიან მაღალ დონესთან გვაქვს საქმე ნახოთ მიდის დრიფტაო ძიმე ოფროუდისთვის მომზადებული ჯიპები არა, ტრასა იქით მიდის მარცხნივ. ეს გადმოსახვევია. უკვე გზააგვერია? აი, მაგითო ღამე, კარგი, ღამე ყველაფერი ჩანს და ეხა ფერჩა. რა საინტერესო. თეორია. სად მივდივართო ანწალკაშიან სალომეს მთაზე? მოსტაზე ხوار გადაუფრთხილ. მილოსო გაართულოს რჩევებს იძლევა ხოლმე და ეხაც მაგიტოა გადმოსული რომ რაღაცა იმენა საშინელ გზებზე ეხა ეუბნება რომ იქ წავეჭოთ. რა იციდის? გადაწყდა მეგობრებო რომ მივდივართ სალომეს მთაზე და იქიდან ალბათ დავეშვებით რკონში. მე ერთი ეგზავით თუ რამე უფრო რთული იციან ბიჭებო ნახო ვავედით და მოუტრიალდა. თუ ავედით ისიც ხო ნახოთ სალონეში და კაი აღალზეა. კაი დაკიდებული პადიომია რას ფიქრობს სად ჩავახშოს, სად ჩავტოვო ეხა ფიქრობს. მეტი აზრი მაგას ეხა არ მოხდეს წვა. გეუბნები. გუშინ საღამოდან მოყოლებული მაგას ფიქრობს ეხა. დასაწყისში ყველაფერი ლაითი, საწყისში ხარ ლომი. აი ხა რამდენი ხანია მოვდივართ და ცოტა მეტი ადრენალინი გვინდა რა და შინაგანად რაღაცა ისა გვაქვს ყველას. გაგანია გაზაფხულია რა აი როიფიქრებ ეს არის უკვე ზაფხული მოვა აი ეგეთი გაზაფხული დღეს არის 22 მარტი ხო ეგრეა 22 მარტი ეს ადგილია თქვენი ცუდი პადიომი და ეხლა ავართ უკვე ნაღლა მე მდელოზე ამას რო ავივლით
ჩახერგილია აქ. ეს არის ორთული ტრეკიო. აბა გენაცვალე. ერთი არ დამუხსავებულა. ო, რა შეცვალეს მარშრუტი და არ ჩაერიეთ ზუგა, აბა როგორ გინდა ცვა. სათანადოდ უნდა ჩარეულიყო. წინ გაიხედეთ ამ დღეს შეხედეთ რა ლამაზია, აი ფოსტა დაინახეთ რა სასწაულია. ამას ქვია თავს მიაყენა შეურაცხყოფა. კიდევ ერთხელ. აუ, ვერო. რას გაერთვებოდი აქ ძმაო შენი 33-ებით? საშენო გასართობი ტრეკია ძმა. უნდა წამოგიყვანო ხვალ. Pericosio. ეს არის მესამე კატა. რას ამბობ? დაუბუქსავდით? მიდი.
აბა წავედით ახლა ჭრელები ჩვენ ვა თოვლი დამეყარა უკას გაბადრული სახე მაქვს ახლა წარმოდგენილი მე მგონი რაღაც მარჯვნივ უნდა წავსული ხარ საითა არ ვიცი ეს წყალი ესე მოწანწკარებს და ო ეგრეა ეგრე უნდა ავიდეთ მაღლა ვარ ყველავანი ჩინდელოს ვივლით ჩვენ ესე და ჭრით მე კაი მე მოყვებით მიდი პირდაპირ და მერე უხობს მარჯვნივ მიდი პირდაპირ აი ღრმა რაღაცაში შევდივართ და გაუყარმა სად მივდივართ ეხა საით არის გზა აბა მარჯვნივ ვით მაღლა უნდა ავიდეთ ახალი გზა გაგვიყვარს აი ეგრე მიყავი მარჯვნივ ნახე თითქოს ესე გზა მიდის რა აი ოლესის მადლი ნახე რა შვება მეორე მით ცეპლენია გიყენია რომ ამატორს უძლებს ორვედის თავის ცეპლენია თავის კარობკა 1000 ნიუტონი არა ტუნინგია და მოვედით ახლა რაღაცა მდელოზე ახლა არ ვიცი სალომეს მთაზე ვართ თუ ვინმე სხვისი სახელობის მთაზე მაგრამ ძალიან მაგარ ადგილზე კი ვართ მან როგორ გაჩერდება არ გიხარ არ უსწავლია ჯერ ასვლა ხეს არა გაქვს ხო ნასწავლი მანქანისთვის ჯერ ზედ გამოჭრილი სიმღერა ამ სიტუაციისთვის რა სიტყვია ეში ღრეში ძახს რო არ გააგდებენ გარეთ ისეთ ამინჩი წელამდე თოვლში სად ჩავჩებით სად გავივით არ ვიცით მაგრამ არაფერზე ვდარდობთ ეგრე ვარ კუჭო რომ ხელაზე შევიდე
ისტორია. მარჯვნივ წესით ბალახები ჩანს და უფრო დაბალი თოვლი. მოდი შენ მარჯვიდან აგვიარე ამ გორაზე გადაგიღებ ზემოდან. გესმის მარჯვიდან მოგვიარე. ანაირად ამ სიღრმეთო. ისი ამბობდო მარჯვნივ ის იყოს რაბია ტრასა იყოს და ავტომატი. არა, ხო უნდა გაერთო ეს ხომ მინდორია და მოდი და გადაგიღებ მაინც. ვიტრებს მაცდური ზურა. ხედავ, ან ამობურცული სადარი, ან ჩაფურცული სადარი, თეთრია გაგათქათებული ყველაფერი ვერაფერს ვერ ხედავ. ძალიან თეთრი თოვლია რა, ნამეჭანი თეთრი თოვლია. მარტში იცის აი ესეთი თეთრი თოვლი. ამუკ მოდი ხარ მარჯვნიდან? მაშინ აი გორაზე შეაგდე სარიფაკეთში. აგიდა ზუკა გავჭედო გიდა სადმე? შეხედე მომარჯვებულია კამერა. სიღრმე შეხედე სიღრმე. დაიწყო დამნური დამაჯები? დაიწყო. კარგია. ოპ. თანდაცერავა. შეხედე რომ სიმაღლე თქონია შეხედე. ჩვეულებრივად წევა მისის. აი ჩვენ მანქანებზე რო გადაო. სად გვიშვებდა? ჩვენ მანქანებზე რო გადაო. აი იცია ცოდვები. მოიხედე სულსკაბიც. რა შემოყარა? მაგარი 1 სანტიმეტრზე დაგვრჩე ფანჯრები ჩაწერა. გავიწუწე. დასაბანი ხარ. აი ისეთ სილამაზეში დავდივართ რომ რა ვიცი.
ბიჭო რა მხელა კედელია. შეხედე რა მხელა კედელია შეხედე. დაბოწყურზე გადადის აქედან გზაო. ზუკა აგდებს რაღაცეებს ახლა. არ ყოფნის ეს. არ ყოფნის ეს. არ გაჭედილა არავინ და ხასიათი. ნახე როგორ კერებს. აუ დავით იმა დაბოწყურზე გადავიდეთო? აქედან კლდეკარი, მერე დაბაწყურისა წალკა, დაბაწყური და მერე ბაკურიანი და სახლი. 6-მდე ჩახვალ დაბოწყურში. დავე, მიდი.